ხო და ვაგრძელებ. მას ასე. იოანე ამბობს, რომ ყოველი ვინც მას ანუ ღმერთის ძეს ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ექნებაო, საუკუნო სიცოცხლეს აძლევს მას ღმერთიო. იოანე არის ის ადამიანი, რომელიც ენდო ღმერთის სიტყვას მის ძეში ქრისტე იესოში. ამიტომ წერს ამ სახარებას და ამბობს, რომ ღმერთი აძლევს მას საუკუნო სიცოცხლესო. ანუ იოანე ამბობს, რომ შეიძლება დანდობა და გარანტია ამისი არის ღმერთის სიტყვა, ანუ შეიძლება რომ ეს ჩათვალო გარანტირებულად, რომ ღმერთის ძის მორწმუნეს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და აგერ მე ეს იოანე წერს იესოს სიტყვებს. ჩემი ხელიდან მას ვერავინ გამომტაცებს, ვინაც მე გამომყობა, ანუ სად გაყობა? საუკუნო სიცოცხლეში. ვისაც ჯერა რომ ჩემი ცხვარია, საუკუნო სიცოცხლე აქვს. ვინაიდან მე მწყემსი ვარ და მივიყვან საუკუნო სიცოცხლეში. ვინაიდან იესო არის სამოთხის გულში დარგული სიცოცხლის ხე, რომელიც ცოცხლად მოვიდა, რომელზედაც მე ვამბობ, რომ არ დაუნახია, მაგრამ არ მივუქცევი არანაირი ყურადღება და დარწმუნებული ვარ ადამიანსა და ევას უკან იდგა სიცოცხლის ხე. როდესაც ევა ყურადღებას აქცევდა კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხეს, აგვერდებოდა და სწავლობდა. მის უკან იდგა სიცოცხლის ხე. და არანაირი რეაგირება მას არ გაუკეთებია. ხალხი ძახის, რატომ არ დაიცვა ღმერთმა და რატო არ გადაარჩინაო? რას ნიშნავს არ დაიცვა და არ გადაარჩინა? დაიცვა და გადაარჩინა, უფრო მეტადაც. მაგაზე მე ცალკე ვიტყვი. ეხლა არ მინდა გავიფანტო. როცა და გაინტერესებს. ამ საჭირო იქნება მაგაზე ლაპარაკი. მაგრამ ვამბობ, რომ ეს სიცოცხლის ხე მაშინ უკან იდგა. ხე არ ლაპარაკობს და ხე არ ლაპარაკობდა. მაგრამ ხეც ლაპარაკობს, დაგიმოწმებს მაშინ. რაფერს მე ვამბობ, რომ ესა დაუმოწმებს მე ადამიანს. ხე და სახლის კოჭები და ყველაფერი, მაგრამ ყოველი ფოთოლი, მაგრამ ღმერთის დიდებას ახლაც ლაპარაკობს და მე ეს დაუმოწმებს. რომ ასე ამ დროს არ იყო, ამდენჯერა რომ გაგახსენდება რაღაცა და მომენტიც გაგახსენდება, არა მარტო მომენტი და არამედ ადგილი ვითარებას. და სად რა იყო, ან თქვა წვიმა იყო თუ რაღაცა, წვიმის წვეთები გიმოწმებენ. ხო და ასეა, სიცოცხლის ხე უკან იდგა. და ის არასოდეს ასე არ იქცევა და რაფერია ეს. ასე როგორ მოიქცეოდა, რომ არა, გამიხედე, აგერა ვარ მე, ხო, აგერ შენ ხო, რა კარგი ხარ და რამე და მე მჯერამ წამს შენი, როგორც twitch-თან ემ ხმოვანში. ღმერთს არ აინტერესებს, რომ შენ წამს თუ არა ღმერთი, ღმერთს აინტერესებს. სულიწმინდას დღეს, რომელიც არის ეხლა ჩვენ ვართ ეპოქაში, სულ არ აინტერესებს შენ წამს თუ არა ღმერთი. ის შენ გიყურებს წამს თუ არა იესო ქრისტე გეუბნება, რომ გამხილებს, რომ რაცოდვა გაქვს, რომ შენ არ გწამს ძე ღმერთისა. ეს იოანეს სახარება. მე არ მლაპარაკობ თქვენზე პირადად ადამიან, ან თუ თქვენზე თუ რაღაცა საერთოდ. მე თქვენ რაღაცას და რაღაცა ესე კი არ გეუბნებით, მაგრამ ლაპარაკობ აი მას ასე. შენ ადამიანო, რომ არ გწამს ძე ღმერთისა, ამაში გამხილებს სულიწმინდა. ეს არის სამი გაცხადება. იოანეს სახარება, მე-16 თავი. სამი რამეს აცხადებს სულიწმინდა, ნუგეშის ცემელი. ნუგეშია. და ამბობს, რომ წამს არ წამს ღმერთის. რას ნიშნავს წამდეს ღმერთისა? ღმერთისა წამდეს ნიშნავს იმას, რომ გარანტირებული სიტყვა იცოდე, რომ შენია საუკუნო სიცოცხლე. მე წამს რომ იესო ნუ კაია, მეგობარია, წემსია. მე თუ მეგობარია, ესე იგი საკეთილოს მეუნება კარგს თუ ცუს თუ მამხილებს თუ რანაირად, მეგობარია თავს დებს ის ჩემთვის. და თუ წემსია, სად მივყავარ მე? მას სიცოცხლის ხესთან, რათა მე ვჭამო სიცოცხლის ხის ნაყოფი. ამიტომ გამოაძევეს ედები და ადამი და ევა, რატომ? რომ არ ეჭამათ. რომ არ ეჭამათ. ბიბლია გრაფ მონტე-კრისტოს წიგნი კი არა და იმასაც ვერ წეიკითხავ. ან და მექსიკური სერიალი კი არა, 27 სერიალიდან ჩაერთო და უყურო და რა დანარჩენი. და იმასაც ეძებს ხალხი მე იგი ჩამოწეროს YouTube-დან. და ბიბლიას ერთობიან სადღაც 68 წიგნი არა, 70 ხომ არა კანონიკოს. თქვათ 22 ან 42
ანუ 59 წიგნიდან და რა ვიცი და მე რაც აიკითხე ზოგს რაღაცა 66-დან კანონიკურიდან 6 თუ წაიკითხავენ ცხოვრებაში კაია. მე იმიტომ კი იმას ზოგს არ ქონდა, თუ არ ქონდა გასაგებია, მაგრამ როცა გაქვს ქონდა 66-დან არც ეს ვარ წაიკითხავ და იქ თავში ამბობს, თავში და პირველი წიგნი ბიბლიის და მესამე თავი. პირველი, მეორე, მესამე თავი, სადაც არის ცოდვაზე, იქვე ამბობს. რათა არ შეჭამოს სიცოცხლის ხის ნაყოფი და არ გახდეს მარადიული. ამის მერე გამოდის თეოლოგი და მეუბნება, ადამი და ევა მარადიულია, შენში მარადიული სიცოცხლეა და სულიან ასე შემდგომ და ამტკიცებენ და არ მაინტერესებს, ვამბობ, რაც უნდა დამტკიცონ, მაგრამ ღმერთი სიტყვის საწინააღმდეგოს ხდება და ამტკიცებენ. რათა არ შეჭამოს და არ იცოცხლოს. ღმერთმა ისე შექმნა ადამიანი. რომ იქნებოდა იგი ედემის ბაღში ადამი და ევა მანამ სანამ ამ ორი ხიდან ერთ-ერთს ის არჩევანს არ გააკეთებდნენ და ბოლოს გააკეთებდნენ არჩევანს. და დიდხანს რომ იქნებოდნენ ეს მორწმუნეებსაც არ ჯერავს უგონია მე. და რაღაცა გამოაძევა რომ არ შეჭამა სიცოცხლის ის ნაყოფი და ეს სიცოცხლის ის ნაყოფი ფეხად მოვიდა ჩვენთან. და რომ მოვიდა ფეხად ჩვენთან, კიდევ ვიმეორე, მე არაფერს არ ვლაპარაკობ ისეც რაც არ წერია წმინდა წერილში და რაც არ ვიცით ყველამ პროფესორმა. მაგრამ მთლიანობაში არ უყურებენ და მე მთლიანობაში ვყურებ. მე თემა არ მაინტერესებს. თქვენ რო ცხოვრობ და ლაპარაკობთ, თემები არ გაინტერესებთ. რაღაც თემებმა შეიძლება და გაინტერესოს, მაგრამ თქვენ თემები არ გაინტერესებთ. თქვენ გაინტერესებთ ცხოვრება. და სიცოცხლის სიხარული და ამის გამო შეიძლება იბრძოლოთ რაღაც პოლიტიკაზე, სამუშაოზე, საქმეზე, დასასვენებელზე, ბავშვზე და ასე შემდგომ. მაგრამ თქვენ არ გაინტერესებთ თემა რაღაცა. არც მე მაინტერესებს თემა რაღაცა. მაგალითად თემა სიცოცხლის სიტყვა როგორც საარსებო პური. არ მაინტერესებს. რა იქნება შით ამ პროვიზიაში ჩადებული. რაღაცა კარგი. მაშასე მოვიდეს სიცოცხლის ხე, რომელსაც თუ მოწყვეტ მის ნაყოფს და მიირთმევ საუკუნო სიცოცხლე, მარადიული ყოფა და вечная жизнь რუსულადაა. ქართულად ოწერია საუკუნო 100 წელი გონია ხალხს. საუკუნოს უკუნისამდე. უკუნი იმას იგეთ არ ჩანს, რამდენია საუკუნო სიცოცხლე? 120 წელი მოგცა 900-დან. 969 იცოცხლა მათუსალმა, ეს არის დაახლოებით 10 საუკუნე. რაღა აკლია. 1969 წელი. რაღაცა აკლია 2000-მდე, მაგალითად. 969 წელი, რაღაცა აკლია 10 საუკუნის ბოლომდე. 30-40 წელიწადში შემედავები? არა 10 საუკუნეო, არა მგონია. მართლაც არ შემედავები ვიცი. ხო და ნახეთ, ედემიდან გამოძევებულმა კაცმა თუ 10 საუკუნე იცოცხლა, ედემში რამდენხანს იცოცხლებდა? დიდხანს. მაგრამ ეგ არა, ისო რაც მე მინდა შენ მოგცეო, მე შენ გაძლევ ყოფას, როდესაც მაშინ ღმერთი მიმოდიოდაო წერია და ეხლა ღმერთი მათ შორის იქნება. არ დაჭირდება მზე, იმიტომ რომ ღმერთია თუ სინათლე, თუ ახლა ვამბობ რომ ქრისტე ჩემი სინათლეო და თქვენ თანხმეთ ლექსი რომ ქრისტეა სინათლე, მაშინ ის თვითონ იქნება იქ თვალნათლივ და ინახავდა მზე რამე დაგჭირდება. მაგი რომ იყოს საჭირო თვითონ კი არ იქნებოდა. ის მზეა, პირობითად მზე კი არა. პირობითად შენთვისაა, ვინაიდან შენ მზეს ხო ვერ შეჭამ. მზე ხომ შენ არ გიყავია ხელში, მზე ხო შენი ხელის ფანარი არა, ლაზერი თვალებში მომიჭრეტინო. სარკე და ასე შემდგომ. იესო რომ პურია, პირობითად შენთვისაა, მაგრამ ის თვითონ პურია. იესო რომ წყალია, პირობითად შენთვის არის, მაგრამ ის წყალია. ხო და მეუბნება ვიღაცა მიხატავს და რაღაცა და ვითომ ვიცის ღმერთი და ღმერთის სულია. მაგი იესოს არ უთქმია, რა ქვია იმას, არ ულაპარაკია ნიკოდემოსთან ვერ ილაპარაკა. მაგის სიტყვები მან უთხრა სამარიტელ დედაკაცს. რასაც ახლა მე თქვენ ვლაპარაკობ Facebook-ზე ვერ დავდე, დაიშალა. ანდა Facebook-ზე დავდო რა, იქ რა ამრავი ნიკოდემოსია.
ის ერთი იყო იქ რომ მივიდა იქ იესოსთან და იქ უამრავი ნიკოდემოსია რომელიც თვითონ იესოს ხარესაა და რაღაცები კი ჭერავს ნუ რაღაცა მაგრამ აი ის უსლის რაღაცას ხელს რაც თავში აქვს ჩადებული სწავლა მისებური და თუ დაახლოებით მის ჭკუაზე ერთ-ერთ ჩარტში ჩამფთეს და ვლაპარაკობდი და გადამოწმება დამიწყეს აი თუ და ხედავდი რა აი წარმოიდგინე ახლა მაგალითად სიტყვაზე ასეთი რამე პოლიციელი აღმოჩნდა ეჭვის ქვეშ რაღაცა ციხეში და გამოიძახა გაუმძიებელმა მაგრამ თვითონ იცის რა მოხდება და როგორ მოხდება და შვენივრად ვიცი რა საკეთებენ აქ ადამიანმოწმეს თუ რაღაცა ისეთი თქვი ხო კარგი ეს სწორად ლაპარაკობ სწორად კი არ ვლაპარაკობ თურმე იმას დაემთხვა რასაც შენ ფიქრობ იგიც არ იცი რომელია სწორი და რა სწორი და როგორ უნდა შემამოწმო იგიც არ იცი ხო და უხაროდან აი ნუ სწორად ლაპარაკობსო კარგიაო ანუ აი როგორც ჩვენ ფიქრობთ ისე ლაპარაკობსო ახლა მას ხوار მეტყოდნენ ხო ამასაც კი ხვდები სულიერი განსის ყველას თვითონ არავისგან არ განიშება ჩემს რამდენიც უნდა იკამათონ თქვა იჭორავონ და სიტყვაზე წინახმოვანში ვლაპარაკობდი პავლემ თქვა რომ აიო და იუდეველი ხარ თუ ასე იქცევითო იქით აკეთო და აი მე რომ წინახმოვანში მინდოდა მაგრამ არ გამოვიდა თქმა აღმენიშნა მინდოდა ეხლა აღნიშნავ ზოგმა რაღაცა იქით აკეთო რომ ესე იგი თქვა რა რომ კიცი ფაქტი და თქვა ნუ სიტყვას მოყობა ჩემი რაღაცა ასეთი ლაპარაკია თქვა კი არა ნუ თქვა კარგი თქვა და აი მე რომ აი შევწოდე ესე ისე ნუ მასწავლებელი ვარ როგორც აი ვასწავლი და აი ჩემთვის არ ვასწავლი გამიგეთ რა შეა საქმე ხო და ამას რომ ამბობს ახლა ადამიანი მე ხო ვიცი რომ ახლა ნუ თქვა მასწავლებლობს ახლა და მე რომ წერ რომ ამაზე რომ თვითონ რომ გაიხადა ხალხმა თავი მასწავლებად მართლა თავი გაიხადეთ ძვირფასო შენ კი არა თქვენ კი არ გეუბნით მე ვამბობ ფაქტს ვლაპარაკობ თავი გაიხადეთ ძვირფასო მასწავლებლად იმას რომ ვერ ხდები იმას იმიტომ წერს მაგ იუდეველებს რომ ამიტომ თუ ვინმე ასწავლის შენ არ მოგწონს იმას კონტრაში უთხრა კი არა არა სწავლიო საკუთარ თავსო ანუ შენ არ მიიქეცი ამისგან მიუხედავად იმისა რაც საკეთებენ ამიშალობა შენ არ მოbrunti ამისგან და აგრძელებ ამას მაინც აგრძელებ და მაინც თავი მასწავლებლად გონია ეს იმას ანიშნავს რომ ღმერთს არ დაუყენები ხარ მასწავლებლად მაგრამ ჩემი მდგომარეობაში როცა შენ მადლი ახლოს გაქვს რომ შემოbrunte ამისაგან მაგრამ არც უთლი იმიტომ რომ ჩვეულებრივად მეგაჩნია ვინაიდან თვლი რომ მასწავლებელი ხარ და უნდა ასწავლო და ნიშნულობა არა აქვს იმას თუ თქვა სიტყვაზე როგორ შეხედავს ამას ხალხი მე თუ რჩევი და ვაგრძელებ იგივე მდგომარეობას კი ბატონო მაგრამ რამდენმა იქიდან მისხალიც არ იცის იმისა მე ვაგრძელებ არ ვაგრძელებ თუ რა ვშობი უბრალოდ რაც მას მოსწონს აი თქვა აი როგორც წეგამ ლაპარაკობდი აი მის მხარდაჭერი თუ არ ნუ მაშინ კაია თუ არ იცის ახლა მხარდაჭერი ვარ თუ არა მისი ნუ მაშინ მე არა ვარ ეს რაღაცა და თუ ფიქრობს რომ მე მის საპირისპიროდ ლაპარაკობ მაშინ მით უმეტეს ხვიწინ აქვს რაც მე გავაკეთე თავი დაიხედა მასწავლებლად უნდა ხედავდეს იქ რა წერია რა დაწერა პავლემ წერს პავლე მეორე კორინთელთა ეპისტოლეს როცა მათში შეწოდების ამბავს განიხილავს ეუბნება ალბათ კითხულო რასაც წერ იმას კითხულობ შეიძლება სხვა რამეს კითხულობს ადამიანს სხვა რამეს ხედავს ჩემი ხელიდან ვერავინ წარმტაცებს მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ მე სხვანაირად ვიტყვი ისო მე სხვანაირად თქვა მათეში იგივეა ასე თქვა როცა დაარიგა მოციქულები და გაუსვა ასეთი რამე იყო გახსოვთ იმას სასწაულებზე და იქ და ჩათასასუპელი ხადაგა და ასე შემდეგ მოციქულები რო დაარიგა რა უთხრა მათ მაშინ ორლარ ნახევრად თუ შეგიძლია იყიდო ბაზარში ბეღურა იმ ბეღურას ვერ დაიჭერდა ვერავინ ვერ მოკლავდა ვერ ჩამოაგდებდა ციდან ღმერთს რომ არ უნდოდეს რომ ჩამოაგდო ვერ მოარტყამდნენ ტყვიას ტყვი არ იყო მაშინ ნუ ლაკატკას თქვა სიტყვაზე პადეს დაუგებდნენ ჩიტი არ გაეპრობოდა შით რომ არ უნდოდეს ღმერთს რომ შენ იკვებო მაგეთი მაგრამ
თუ ერთი მისხალი ჩიტიც არ ვარდება, თუ თქვენი თავიდან ერთი ღერი თმაც არ ვარდება მისი ნების გარეშე და ხალხი მიწერს მე Facebook-ზე და იმაზე მე რომ დავწერ, მე საპირისპიროს დებენ. რომ აი რაღაცებს უშვებს ღმერთი და რაღაცებს არ უშვებს. ჩიტით რომ ჩამოვარდა ღმერთმა კი არ დაუშვა, თმა რომ ჩამოვარდა ღმერთმა კი არ დაუშვა. ღმერთის ნება რომ ჩამოვარდეს ის თმა, ღმერთის ნება რომ ჩამოვარდეს ის ჩიტი, მერე მოვიდეს იესო და გითხრას. ღმერთის ნება რომ მიყვეს ეს გზა, ცდარი და ასე შემდგომ, რომ დაინახო იყოს გასარჩევი და რომ დაინახო მერე, იყოს სიკვდილი, იყოს სიცოცხლე და რომ დაინახო მერე, წინ დაგიდები სიკვდილი და სიცოცხლე თქვა ღმერთმა. ღმერთი ბოროტი არ არის, კეთილია. და ამაშია სიკეთე, რომ ამბობს ადამიანი ღმერთი კეთილია. მასწავლის, გამომიდგება კათედრაზე. შეგარგი ადამიანო, იცი რომ ღმერთი კეთილია, რა იცი რომ ღმერთი კეთილია? თუ მოხდა ყბაში ჯირი, მაშინ არის თუ არა კეთილი? თუ მოხდა შენ შვილს ყბაში ჯირი, მაშინ არის თუ არა კეთილი? თუ საღზალამათად დადიხარ, მაშინ არის თუ არა კეთილი? თუ საღზალამათად ვერ დადიხარ, მაშინ არის თუ არა კეთილი? იესომ დაუშვა მოციქულები, რომელზედაც დადო მთელი სასופველი და სასწრაფო მოსასწრების საქმე ყო, ნამდვილად ვიყო თქვენთან, რამდენი ხანს უნდა გასწავლო? 3 წელიწად-ნახევარში ასწავლა. 3 წელიწად-ნახევარში ასწავლა. ეკლესიას 30 წელიწად-ნახევარი უნდა ასწავლო. არის სწავლიებს, არ არის მოწაფეობა არ არის დღეს. ვინაიდან თავის თავს უძახენ ქრისტიანს. თუ თქვენ თავს დაუძახებთ ქრისტიანს, ჩემთან მიმართებაში და არ დაუძახებთ მოწაფეს, 30 წელი ისწავლი და ვერც ვერაფერს ისწავლი. მაშასე მოწაფე დავალებას ღებულობს, მე დავალება მოგეცით, ლუკა მე-9 თავი, რამდენი ხანია? მე არ მემიღია პასუხი. არ ვიცი, წაიკითხეთ, არ წაიკითხეთ. ჩემი ცხრები, ჩემ ხმას ისმენენ. ცხვარს, აქეთ, იქეთ. მომყევი, მომყობიან. ცხვარი როგორ მიყვება? ცხვარმა არ ეცის. სად მიდის იგი? ცხვარი არ ეძებს იალახს.